რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. მოგესალმებით, მე ვარ ლადო ზოანძე, ტრადიციულად ორშაბათს ხვდებით ერთმანეთს FM 95.5-ზე. Cybertalk ისე თქვენთან არის, ისე ეთერში არის. დღევანდელი თემა არის საკმაოდ საინტერესო. კიბერსიტყვიეში მოგეხსენებათ, კიბერსიტყვიეში მოგეხსენებათ არსებობს საკმაოდ ბევრი საფრთხეები არსებობს. სწორედ ჩვენ დღევანდელი სტუმარი საუბრებს ერთად ვისაუბრებთ თემაზე არსებულ საფრთხეებზე, მათ წარმოშობაზე, მათ წარმოშობის წყაროებზე. ასევე იმ თავდაცვის საშუალებებზე, რითაც შეიძლება მაქსიმალურად დავიცვათ და ავირიდოთ თავი, თქვათ რაღაცა რო არ გავხდეთ, თქვათ უცხო პირის რაღაცა, თქვათ შეტევის, ასე თქვათ ობიექტი, კიბერშეტევის ობიექტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ნიკა ვაჭრიძე, BDO საქართველოს კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი. ნიკა არის ასევე საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის თანადამფუძნებელი და ბორდის წევრი. ნიკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისათვის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ და მოგბრძანით. დღეს საუბარი გვექნება როგორც აღნიშნდა, როგორც ასე ვთქვათ, ავაანონსე, კიბერსიტყვიეში არსებულ საფრთხეებზე, თუ რა საფრთხეებს აწყდებიან ზოგადად, მათ წარმოშობის წყაროებზე, თუ საიდან მოდის ეს საფრთხეები, როგორ მოდის, იქნება ეს სახელმწიფო, იქნება თუ კერძო პირები, იქნება თუ ჰაკერები, ზოგადად ყველაფერი წარმოშობის წყარო მათ ჰაკერებებზე დადის. თუ ასევე და ასევე ჩვენ შეგვიძლია მიცეთ ასევე რამდენიმე რეკომენდაცია, ასევე რა რადიო მსმენელებს თქვათ როგორ დაეცვან თავი. ხოთ, რო დავიწყოთ. თუ რა საფრთხეები არსებობს, დავიწყოთ აქედან. მოგესალმებით მაყურებელს და მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. რა არის კიბერსაფრთხე და საიდან მომდინარეობს იგი? კიბერსაფრთხე რას უკავშირდება? ეს არის ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული და ციფრულ სამყაროსთან კავშირში არის დღესდღეობით თითქმის ყველაფერი, უკვე ტექნოლოგიები, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და უკვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი. დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს მრავალი და ჩამოგითვლით მე მათ. ესენი არიან დამოუკიდებელი ჰაკერები, ჰაქტივისტები, კიბერშპიონაჟის ვინც ეწევა, ასევე დაინტერესებული სპეცსამსახურები შეიძლება იყვნენ კიბერკრიმინალთა დაჯგუფებები, სპამერები, ფიშერები და სხვა მრავალი სახეობის კიბერდამნაშავე, რომელიც ცდილობს გარკვეული ინფორმაციის მოპარვას და მოპოვებას. ამიტომაც აქედან გამომდინარე პირველ რიგში დავამსხვრევი იმით, რომ ხშირად ადამიანები რომ ხვდებიან, ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ რა შეიძლება ჭირდებოდეს ჩემგან ჰაკერს და რატომ უნდა გავხდე მე მაინდა-მაინც კიბერშეტევის მსხვერპლი, რაც უკვე არის არასწორი, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ინტერესთა ჯგუფები ინტერესდებიან აბსოლუტურად ყველა მსხვერპლით, როგორც არის კერძო პირი, სოციალური საზოგადოების ნებისმიერი წევრით, კომპანიით და ასევე სახელმწიფო სექტორით, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ კიბერკრიმინალს აინტერესებს ფინანსური მოტივი ან შპიონაჟი, ინფორმაციის მოპოვება. დავყოფ სამ კატეგორიას მსხვერპლს. პირველი ვთქვათ, რომ ეს არის კერძო პირი, მომხმარებელი, ჩვეულებრივი ადამიანი, მეორე ეს არის კომპანიები და მესამე კატეგორიაში გავიყვანოთ სახელმწიფოები. პირველ რიგში ვისაუბრებ კერძო პირის მიმართ რა ინტერესი შეიძლება გააჩნდეთ ამა თუ იმ კიბერკრიმინალს. კერძო პირისგან შეიძლება კიბერკრიმინალმა მოტყუებით, სოციალური ინჟინერით, ფიშინგით, სპამით, მავნე კოდის მატარებელი აპლიკაციით და სხვა გამოსწავლოს ინფორმაცია, პირადი ინფორმაცია, გამოსწავლოს საბანკო მონაცემები, უკვე ფინანსური ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კერძო პირის შანტაჟისთვის და მივიღოთ ფინანსური სარგებლები. ამიტომაც მათ ინტერესის სფეროში ექცევა ყველა ფიზიკური პირი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს კიბერსაფრთხეების შესახებ, აუმაღლოთ მათ ცნობიერება და გამოიყენონ თავდაცვის მექანიზმები. პირველ რიგში რეკომენდაციებზე გადავალ ფიზიკური პირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ციფრული მოწყობილობები და სამ გადახოთ რეკომენდაციებზე ხوارჯობთ რადიოსოსაც ოდავ გავმოვარტოთ და აი სოციალური ინჟინერი ახსნეთ თქვენ ახსნეთ
ფიშინგი ახსენეთ იქ ახსენეთ სპამერები. აი დაახლოებით ეს ერთი ორი თქვა რომ სოციალური ინჟინერი თქვა რას მოიწევს ზოგადად ისე ორი თქვა რომ თქვა ფიშინგ წერილები ძალიან საფრთხის შემცველია და საკონცერტო აი დაახლოებით რა წერილები ეს და რა შემცველია თქვა ეს თემა სპამერების თემაც ახსენ აქტივისტების თქვით ხო მაგრამ აქტივისტები და სხვა კატეგორიაში გადავიყო შემდეგ უკვე კიბერტერორისტებზეც ვისაუბროთ რა ტიპის საფრთხე შეიძლება მოუვდეს ფიზიკურ პირს ხო მაგალითად ადამიანს შეიძლება მოუვდეს გაყალბებული წერილი მეილი სადაც თხოვენ რომ შეიყვანოს პირადი ინფორმაცია გამოცვალოს პაროლი ან არის რაღაც აქცია რომელიც პირადად ერგება ამ ადამიანს და მის ინტერესის სფეროში შედის ვიზუალურად ეს წერილები ძალიან გავს რეალურს და ეს არის ასე ვთქვათ ფიშინგ ტიპის წერილები, სადაც შეიძლება ჩვენ შევიყვანოთ პირადი ინფორმაცია ან ჩამოგვატვირთვინონ მოტყუებით რაღაც მავნე კოდის მატარებელი ფაილი, რომელიც უკვე კომპიუტერში მოხვედრისას გაეშვება და მოგვაყენებს ზარალს. ასევე სპამერები ვახსენე, სპამერები არიან ადამიანები ან ჯგუფი კრიმინალების, რომლებიც ფინანსური სახსრების მოსაპოვებლად ცდილობენ არალეგალური რეკლამის გავრცელებას ან არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებას ან იგივე მავნე კოდის გავრცელებას. ასევე ვახსენეთ სოციალური ინჟინერია, ეს უკვე ასე ვთქვათ, მაღალი დონის შეტევა, რადგან ადამიანის მოტყუება და დაჯერება რაღაც ინფორმაციისადმი ხდება სატელეფონო ზარით. შეიძლება ეს დაიწყოს მიმოწერით, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ სატელეფონო ზარი გირეკავთ ამ და ამ დაწესებულებიდან და გთხოვთ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია, მაგალითად პირადი ინფორმაცია ან მაიდენტიფიცირებელი ან პაროლი და ასე შემდეგ, რომს გამოყენებითაც შემდეგ უკვე შეიძლება მოგყარონ ფული ანგარიშიდან, ხო? ან მოიპოვონ ესეთი ინფორმაცია, რასაც ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. სოციალური ინჟინერია ასე როგორც გამიგებენ რომ თქვა მოიცავს ასე თემას თქვა მსხვერპლის ასე თქვა მის ფსიქოლოგიურ სუათის მისწრაფებებს დაინტერესების შესახებაც ასე რაღაც გარკვეულწილად ინფორმაციის შეგროვებასაც მოიცავს ალბათ ეს რა თქმა უნდა სხვა სტრატეგია არსებობს და სხვანაირად შეიძლება იქნას გამოყენებული მიღებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ იგივე მისი ფსიქოლოგიურ გავლენის მოსაპოვებლად ადამიანზე სოციალური ინჟინერია სხვა გამოყენებული როგორც ვიცი ანუ შეერთებულ შტატებში არჩევნების დროს რაღაც გარკვეულ ეტაპზე როცა ეძახიან თქვა იქ რუსეთი ჩაერია ოსტღვაზე არჩევნების პერიოდში 2016 წლის არჩევნებზე მაგ საუბარი სოციალური ინჟინერიის საშუალებით მოხდა იქ რაღაც ინფორმაციის შეგროვება პიროვნებების თქვა ასე თქვა პერსონალური მონაცემების შეგროვება ბაზის შექმნა და ასე შემდეგ როგორც კი სოციალური ინჟინერიის გამოყენებით შეიძლება ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ უკვე მათთვის გამიზნული რეკლამის ან გამიზნული ინფორმაციის მიწოდება და მათზე ზეგავლენის მოხდენა. საკმაოდ უწყნარი გზით მიმდინარეობს ფაქტიურად შეფარებულად. თუმცა შეიძლება იგივე ინფორმაციის გამოყენებით მსხვერპლი გახდეს ბულინგის მსხვერპლი და გასცეს კორპორატიული ან პირადი ინფორმაცია. რა თქმა უნდა. რეკომენდაციებზე რო გადავიდეთ ფიზიკური პირებთან დაკავშირებით თქვენ დაეჭით ამაზე რეკომენდაციების საუბარი, ვთქვათ, აი რა შეგვიძლია აი რა ჩვენ რადიოს უნდაც ვთქვათ და კი ბატონო, ანუ რიგით მოქალაქე, რომელიც არ არის აქტიურად ჩართული ტექნოლოგიურ ცხოვრებაში, მათთვის მაქვს რეკომენდაციები, რადგან მაინც ყველა ადამიანს უწევს ტექნოლოგიებთან შეხება და გამოყენება. იგი და მათთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იყვნენ ძალიან ყურადღებით ტექნოლოგიის მიმართ, რადგან მას მოგსარგებელი და იგივენაირად შეიძლება მოგვიტანოს ზიანი. მივაქციოთ ყურადღება მეილებს და არ გადავიდეთ ყველა ლინკზე, რასაც გვიგზავნიან, ან არ ჩამოვტვირთოთ ის ფაილები, რასაც გვიგზავნიან. ან მინიმუმ შევამოწმოთ ანტივირუსით და გადავამოწმოთ ნამდვილად ველოდებოდით თუ არა იმ ადამიანისგან ამ წერილს, ვისგანაც მივიღებთ. შევამოწმოთ ინფორმაცია, გამოვიყენოთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფები ტელეფონზეც და კომპიუტერზეც და მსგავსი ფაილები. თუნდაც იმ ადამიანებისგან, ვისგანაც ველი წერილს, დავასკანიროთ ეს ფაილები და ვნახოთ არის თუ არა მავნებელი. ეს არ იძლევა რა თქმა უნდა 100%-იან გარანტიას, თუმცა იგი მოგცემს
ასე ვთქვათ, გავრცელებული მავნე კოდებისგან დაცვის საშუალებას, რადგან რაც უკვე გავრცელებულია და იციან უსაფრთხოების კომპანიებმა მათი არსებობის შესახებ, შეიძლება ამ software-ს ამოაგდებს ანტივირუსი და დაიჭერს მავნე კოდს, ასე ვთქვათ. ნიკა ბოდიში მაინც შემო უკვე რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა და დავუბრუნდებით სულ ცოტანაში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გსურთ სატელეფონო ავტომობილების მეშვეობით და ცნობოთ მომხმარებლებს ინფორმაცია სამუშაო საათების, მიმდინარე აქციების, შიდა ნომრების ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ. შედით ვებგვერდზე Voices-G. არჩიეთ არსებული ამოცანისთვის შესაფერი სიხმა და ამდეთ თქვენი სათქმელი პროფესიონალებს. Voices-G. იპოვე შენი ხმა. 596 366 366. პირველად საქართველოში ბეტმარკეტი ლიდერ ბეტისგან ინოვაცია გემბლინგში, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ სასურველი პროდუქტები თქვენთვის ან აჩუქოთ მეგობარს. შეიძინეთ ფრი სპინები, ფრი ბეტები და ექსკლუზიური ბონუსები ფასდაკლებით. ასევე დააგროვეთ ხულები ლიდერ ბეტზე არსებულ ყველა თამაში და გადაცვალეთ სასურველ პროდუქტებზე. ბეტმარკეტი დააჩქარე მოგება მხოლოდ ჩვენთან. გამარჯობა, მე ვილიამი ვარ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეალტორი მთელ მსოფლიოში. ჩემ წინ ფასები ისედნება როგორც კარაქი ხაჭაპურში. ჩემი ხმა ისეთი ტკბილია როგორც თაფლი, მაგრამ ჩემი ენა ისეთივე მწვავე როგორც აჯიკა. მე ყოველთვის და ყველგან ვპოულობ არგუმენტებს, მაგრამ ვერ ვიპოვე სუსტი წერტილი თბილისი ჰილსში. მათ აქვთ $1,000,000-იანი ხედი თბილისზე, გოლფის საუკეთესო მოედანი საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, მიწის ნაკვეთები, ბინები და სახლები, რომელთა ღირებულებაც რეალურ ფაზზე ბევრად უფრო ნაკლებია. შევძლებ კი გარიგებაზე საუბარს ასეთი შემოთავაზების წინაშე. იქნებ თქვენ შეძლოთ ამის გაკეთება. დარეგისტრირდით tbilisi-hills.com. ისარგებლეთ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილებით. მიიღეთ ვალუტის კონვერტაციის სპეციალური კურსი და სხვა დამატებითი საჩუქრები. გზავნილის მისაღებად დაგვირეკეთ ფიფკი 49 ან გვეწვიეთ ფილიალში. ფინკა ბანკი, მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისათვის. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი სპეციალურ ფასად. Toyota Vitsi, Toyota Isti, Toyota Yaris, Asilari, Toyota Corolla, Asocilari, Toyota Prius, Toyota Camry და Toyota RAV4, 125 ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2511 Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კილომეტრი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ვაგრძელებთ, ეთერში ვართ ისევ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საუბარი დღეს შეეხება, ჩვენი თემა შეეხება დღეს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებს, მათი წარმოშობის წყაროებს და ასევე თქვათ იმ რეკომენდაციებს, თქვათ რომელიც შეიძლება მიეცეს, თქვათ თითოეულ მოქალაქე იქნება, სახელმწიფო ზონაზე იქნება თუ ინდივიდუალურ ზონაზე იქნება თუ რაღაცა, რომ და მაქსიმალურად იყოს დაცული კიბერსივრცეში. ჩვენ დღევანდელი სტუმარია შეგახსენებთ, ეს არის ნიკა ვაჭრიძე, ვიდეო საქართველოს კიბერსაფრთხეების მთავარი სპეციალისტი. ნიკა არის ასევე საქართველოს ინფორმაციული საფრთხეების ასოციაციის თანადამფუძნებელი. ნიკა ეთერში ვარ ჩვენ და რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რომელიც ჩვენ გავჩერდით, ასევე რეკომენდაციების თემაზე გავჩერდით ჩვენ. რეკომენდაციები მოქალაქეებს, კი ბატონო, ბოლოს ვისაუბრეთ სოციალურ ინჟინერიაზე და გავაგრძელებთ სოციალური ქსელების უსაფრთხოებით. მოქალაქეების და ჩვენი თანამოქალაქეების დიდი რაოდენობა იყენებს სოციალურ ქსელებს, სადაც უამრავი ტიპის ინფორმაციას ტვირთავენ პირადი ცხოვრების შესახებ. და ეს ინფორმაცია, რომელიც იტვირთება სოციალურ ქსელებში, ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის და ასევე ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოყენებული ბოროტად ამ ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება ნაკლები ავტვირთოთ ჩვენს შესახებ ინფორმაცია, ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ ან ჩვენი ახლობლების წინააღმდეგ, იგივე ბულინგის თემის მიმართ ან შანტაჟის და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ რა ინფორმაციასაც ვტვირთავთ, სწორად მივანიჭოთ კლასიფიკაცია, თუ ის შეიძლება ამ ინფორმაციის ნახვა, რომ არ იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
ასევე შევეხები მობილური ტელეფონების უსაფრთხოებას. აუცილებელია, იმიტომ რომ მობილური არის, ფაქტობრივად დღეს უკვე სმარტფონები არის, გამოყენებს ასე ვთქვათ, რა ვიცი, ყველაზე გამოყენებად უკვე სმარტფონები გაქვს. დღესდღეობით სმარტფონი იქცა ყველაზე გამოყენებადი ნივთად, რომელმაც ჩვენს შესახებ იცის იმაზე მეტი ალბათ ვიდრე ჩვენს თავებზე. დღესდღეობით ადამიანი სმარტფონის გამოყენებით ახორციელებს მიმოწერას პარტნიორებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან, ახორციელებს საბანკო ოპერაციებს, იწერს ტელეფონში მრავალ აპლიკაციას, სადაც უკვე შეყავს თავისი პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტელეფონს გავუფრთხილდეთ და უფრო მეტად გავუფრთხილდეთ მასში არსებულ ინფორმაციას. პირველ რიგში შევეხები აპლიკაციების უსაფრთხოებას, რადგან აპლიკაციებს ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ახლო-აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში და მით უმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში გვიყვარს არალეგალური აპლიკაციების გამოყენება. რა არის არალეგალური გატეხილი აპლიკაცია, ხომ? ვიღაც ჰაკერი იღებს აპლიკაციას, აკეთებს მის დაშლას, ასე ვთქვათ, მარტივიანით რომ ვთქვათ და შიგნით აშენებს კოდს თავის დაწერილს, რომელიც საშუალებას გააძლევს, რომ უფასოდ გამოიყენო ეს აპლიკაცია და არ გადაიხადო თანხა. თუმცა ამ დროს შიგნით რას აშენებს გარდა იმისა, რომ უფასოდ გამოიყენო, არავინ არ იცის და თვალით შეუმჩნეველი ხდება, შეუარაღებელი თვალით შეუმჩნეველი ხდება ესა თუ ის აპლიკაცია, რას გვავნებს ჩვენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში აპლიკაციები გადმოვწეროთ მხოლოდ ლეგალური App Store-დან, საიდანაც მივიღებთ არამოდიფიცირებულ აპლიკაციას. მეორე პუნქტად გავიყვანო, რომ მობილურ ტელეფონებზეც მნიშვნელოვანია გვეყენოს ანტივირუსი. ხშირ შემთხვევაში არსებობს მრავალი ანტივირუსი, რომელიც უფასოა და არ არის საჭირო, რომ ლეგალურ ანტივირუსში გადაიხადოთ თანხა. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ და დავიცვათ თავი, რომელიც უკვე აღმოაჩენს ასეთ საეჭვო ქმედებებს აპლიკაციებისგან და შეგვატყობინებს, რომ ესა თუ ის აპლიკაცია, მაგალითად კალენდარი ცდილობდა კამერაზე წვდომას ან მიკროფონზე წვდომას და ჩვენს მოსმენას და დავიცავთ თავს. ამასაც იყოს უაშუს TikTok-თან დაკავშირებთან, თქვათ რაღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვათ ამ კამერა წვდომა ახსენეთ, კამერასთან წვდომას საშუალებას იძლევა, ანუ სმარტფონში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას წვდომის საშუალებას იძლევა, თქვათ ასევე სხვა რაღაც თქვათ ეს რამდენად ეს თქვათ მისაღებია, მგონი პირველი მისაღებია ეს, იმიტომ რომ რაღაც პერსონალ მონიტორზეც გადიან და მთელი ინფორმაციების წვდომაზე და ფაქტობრივად შენს პირად ცხოვრებაში იჭრებიან ასე აქტიურად. ზოგადად სოციალური ქსელის აპლიკაციები ყველა ითხოვს კამერაზე და მიკროფონზე წვდომას, იმიტომ რომ მის ფუნქციონირებისთვის არის ლეგალურად საჭირო, რათა ლაივში გახვიდე მაგალითად ან ვიდეო ატვირთო სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა, ლეგალურია რომ ითხოვს იგივე მეხსიერებაზე და კამერაზე წვდომას. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა დავაკვირდეთ თვითონ სოციალური ქსელის წარმომავლობას და მის სანდოობას, თუ ვის ხელში იქნება ეს ინფორმაცია დამუშავებული და ასევე როდესაც რეგისტრირდებით რომელიმე სოციალურ ქსელში, ჩვენ ხელს ვაწერთ privacy policy-ს, პოლიტიკას, სადაც ვეთანხმებით ძალიან ბევრ პუნქტს, თუ როგორ შეუძლია ამა თუ იმ კომპანიას აკეთხული თუ გაქვთ ეს ხშირ შემთხვევაში წაკითხული არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდია და ძალიან ძველი შრიფტით წერია, რაც თავარია. და ძალიან ბევრ პუნქტს ვაწერთ ხელს და ვაძლევთ უფლებას ლეგალურს, რომ გამოიყენონ ჩვენს შესახებ ინფორმაცია. ხოლო შემდეგ სად მოხდება და რა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ეს ინფორმაცია, არავინ არ იცის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, სანდო ან პარტნიორ ქვეყნებთან დაკავშირებული სოციალური ქსელები გამოვიყენოთ. ასევე მობილურზე სხვა შორის TikTok-იც მრავალ ქვეყანაში ბლოკება და ასე ვთქვათ, სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებისთვის იკრძალება ამ აპლიკაციის გამოყენება, რადგან ძალიან ბევრი ჯარისკაცის ან სტრატეგიული ობიექტის თანამშრომლის ინფორმაცია გროვდებოდა ამ სოციალურ ქსელში. გავაგრძელებ საუბარს მობილურ ტელეფონებზე. კიდევ რას მივაქციოთ ყურადღება, ხშირ შემთხვევაში ადამიანის მობილური ტელეფონები ხდება ბავშვების ხელში. ძალიან ბევრი მინახავს ჩემი მეგობრებიც, სადაც თუმად რომ მიდიან რაღაცა, მათ შვილებს უკავიათ მათი ტელეფონები და თამაშობენ და რა თქმა უნდა, ბავშვებს ძალიან უყვართ თამაში.
თუმცა ახლანდელი ბავშვები არიან ტექნოლოგიურ გარემოში გაზრდილები და მათ ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეთ გამოყენების მიმართ, ანუ თვითონ ტელეფონების და ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვმა უფასოდ ჩაიწეროს ისეთი თამაში, რომელიც არის ფასიანი და ითამაშოს. შეიძლება ამით არაფერი დაშავდეს იმ მომენტში, თუმცა ასეთ აპლიკაციას მოყვეს ზუსტად ის მავნებელი კოდი, რომელიც უკვე ჩვენს ინფორმაციას მოიპარავს. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ბოლო 7 ვატის განმავლობაში მობილურ ტელეფონებზე ვრცელდება მავნე კოდი, რომელმაც უკვე მუტაცია გაიარა რამოდენიმეჯერ, ანუ უკვე 5 სახეობის არის აღმოჩენილი, event bot-ი ეწოდება, რომელიც განკუთვნილია ფინანსური აპლიკაციებიდან ინფორმაციის მოსაპარად. რას ნიშნავს ეს? დაიდენტიფიცირებულია უკვე, რომ ეს აპლიკაცია მიზანმიმართული იყო PayPal-ისა და სხვა 200-მდე საერთაშორისო ბანკის აპლიკაციებიდან ინფორმაციის მოპოვებისთვის. იგი მობილურ ტელეფონში მოხვედრის შემდეგ იპარავს ინტერნეტ მობაილ ბანკის აპლიკაციებიდან და ამ შემდეგ ინფორმაციას, ასევე მას ეძლევა წვდომა, იპოვებს წვდომას SMS-ებზე და შეუძლია ორფაქტორიანი ავტორიზაციის გადაჭერა. და ასე შეიძლება დამნაშავე მოიპოვოს წვდომა ჩვენს მობაილ ბანკზე ჩვენი უწყინარი ქმედებით თვითონ. ხო, ეს მაინც უკავშირდება ალბათ დაბალ ცნობიერებას მოსახლეობაში თვითონ მოქალაქეებში, რო თქვა, იმიტომ ხა რო იცის რომ რაღაცა საფრთხე არის იქა, მე მგონი არავერ გააკეთებს. კი ბატონო, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი რომელიმე მობაილ ბანკიდან მოიპარათ ამ გზით თანხა, თუმცა საზღვარგარეთ მრავალი ფაქტია დადასტურებული, როდესაც მოხდა მოპარვა თანხების და გადარიცხვა. ასე ვთქვათ, მაღალტექნოლოგიური შეტევა და თუ გვეგონა რომ პაროლი გვიდოს და მეორე ფაქტორი SMS-ის ერთჯერადი კოდი იყო, ამ შემთხვევაში მას შეუძლია ამის მოპარვაც გადაჭერა და გაგზავნა უკვე მოქმედთან. საზღვრები არ აქვს მოგეთ ამ ტექნოლოგიურ განვითარებას და მასთან დაკავშირებას კი კრიმინალურ სიტუაციასაც. ნიკა, ჩვენ ვილაპარაკეთ ეს ფიზიკური პირებთან დაკავშირებით, რო თქვა თქვენ ახსენეთ კატეგორიებად დაღავთ, ხო, ფიზიკური პირები, ხა, გამოყავით კომპანიები და სახელმწიფოს სახელმწიფო. აი კომპანიებთან დაკავშირებით რო თქვა, იმიტომ რომ როგორც ვიცი მე, თქვა, ანუ კორპორატულ შპიონაჟი ჯაშუობაში აქტიურად გამოიყენება, კიბერსივრცე აქტიურად გამოიყენება ეს კიბერშეტევები და აქტიურად ტექნოლოგიების მოპარვის თემაში იქნება თუ არის ძალიან ისეთი კომპანიები და ტექნოლოგიური კომპანიები იქნება ეს თუ ფინანსური კომპანიები არიან კიბერშეტევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიზნეები, რადგან ისინი ამუშავებენ ძალიან დიდ ინფორმაციას, ან ქმნიან ტექნოლოგიებს. ამის მიმართულებით არსებობს კომერციული შპიონაჟი, როდესაც ხდება ინფორმაციის მოპარვა ტექნოლოგიის მიმართ, რომელსაც ქმნის ან რომელზეც მუშაობს ესა თუ ის კომპანია. ფინანსური კომპანიების მიმართ არსებობს საფრთხე, რომ მოიპარავენ მათი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს პირად ინფორმაციას და მათი აქტივების შესახებ შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია კომპანიების სერვისების გაჩერება კიბერშეტევების გზით, რაც ძალიან აზარალებს ხოლმე კომპანიებს. ეს კონკურენტი კომპანიებიც ამბავიც ალბათ შეიძლება აქაც იყოს რაღაცა კავშირი, ხო? თქვა კონკრეტული კომპანიები ერთმანეთს, ნუ არა ოფიციალურად არა ფორმალურად რაღაცა თქვა. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონკურენცია, რომელიც შეიძლება ჯანსაღი არ დავარქვათ, რადგან ხდება მიყურადება და ელექტრონული შპიონაჟი და ბევრი ინფორმაციის მოპარვა კონკურენტი ორგანიზაციებიდან, რათა წინ გაუსწრონ და შექმნან პარალელურად მსგავსი ტექნოლოგია და მოიპოვონ უპირატესობა. მაგალითს მოვიყვან, მაგალითად 2006-7 წელს ჩინეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კომპანია, ასე ვთქვათ, სხვაგან საწავლეთ კომპანიის მიმართ, Lockheed Martin-ის მიმართ განხორციელდა შეტევა, რა დროსაც 250 ტერაბაიტი ინფორმაცია წაიღეს დაახლოებით. ეს იყო ელექტრონული შპიონაჟის ფაქტი
თუმცა Lockheed Martin წარმოადგენს სამხედრო კომპანიას და იგი შეიმუშავებს კომპანია სახელმწიფო ფაქტობრივად. ანუ რაოდენობით კი დიდ სახელმწიფოს უდრის თავისი მასშტაბებით, რომელიც მუშაობს გამანადგურებულ თვითმფრინავებზე და სხვა ძალიან ბევრ სამხედრო ტექნოლოგიაზე და შპიონაჟის შედეგად რას ხედავთ რომ დღესდღეობით ჩინეთს აქვს მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები აქვს საკმაოდ განვითარებული ავიაცია დისტანციური ავიაცია პილოტოსაფრენი აპარატები ასევე საკმაოდ განვითარებული გემები რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფაქტურად მე როგორც ვიცი ჩინეთი არის ფაქტურად ანუ ძირითადად დაახლოებით მათი კიბერშტაბის თორემ მსახურება 90% მსახურება ტექნოლოგიების მოყაროს ასე ვთქვათ. ანუ ორიენტირებულები არიან, ასე ვთქვათ, არა ვთქვათ რაღაცა კონკრეტული ზიანის მიყენებაზე, რაღაცა იქიდან წამოღებაზე, ინფორმაციის წამოღებაზე, ტექნოლოგიური რაღაცა სამრეწველო შპიონაჟი თუ რა შეიძლება დავარქვათ ეს. კი, სამრეწველო შპიონაჟი შეგვიძლია ასე დავარქვათ და ერთის მხრივ კარგია რომ ზიანის მიყენებაზე არიან ორიენტირებულები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნიათ და საშუალება რომ მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს. ჩვენ ახლა ფაქტურად თქვით ფიზიკური პირები, კომპანიები ვახსენეთ და აი კომპანიებს უკვე რაღაც მივახოდით, უკვე იქნება გადავიდა Lockheed Martin-ი ახსენეთ თქვენი, იმიტომ რომ უკავშირდება მაინც სახელმწიფო დონის უკვე რაღაცა შპიონაჟს და კიბერშპიონაჟს და კიბერდაშრობის თემას. აი ამ მიმართულებით უკვე სახელმწიფოზე ვილაპარაკოთ უკვე ესეთი თქვათ თემები, იმიტომ რომ არის ცნობილი кейსებიც არის, შემთხვევებიც არის, თქვათ სახელმწიფოს მიმართ როგორ იქნება თქვათ რაღაც კიბერშეტევებს, როგორ თქვათ რაღაც რაზიანებს რაზიანს აყენებენ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ცნობილი კიბერია რაღაც არის აღიარებული ეს Stuxnet სისტემა, მოგეხსენებათ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა, ხო? ეხლა კი ბატონო. სახელმწიფოს მიმართ მოკლედ 2007 წელს შეგვიძლია გავიხსენოთ ფაქტი, როდესაც რუსეთ-ესტონეთის ფაქტი მოხდა, რა დროსაც რუსეთმა გამოიყენა სახელმწიფოს წინააღმდეგ მასირებული კიბერშეტევა, ასევე 2008 წლის საქართველოს-რუსეთის ომი აღიარებულია პირველ კიბერომად და ბოლო დეკადა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინაში წერია, რომ კიბერუსაფრთხოება, კიბერსივრცე ეს არის მეხუთე დომეინი და ასევე ესეთ ჩანაწერი აქვს, რომ კიბერსივრცეში კიბერუპირატესობის მოპოვება არის წარმატებული სამხედრო ოპერაციის, ასე ვთქვათ, საწინდარი, კი ბატონო. ასეთი ჩანაწერიც არსებობს. Stuxnet-ი ახსენეთ, ეს იყო ერთ-ერთი საკმაოდ გახმაურებული შეტევა, როდესაც ასე ვთქვათ, მეორე სახელმწიფოს მიმართ კიბერშეტევის გზით მოხდა ნეიტრალიზაცია, ასე ვთქვათ, ობიექტის ვირტუალი პროგრამაზე, კი ბატონო, ცენტრიფუგები დაუწეს, ასე ვთქვათ. კიდევ მსგავსი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ ისრაელის ერთ-ერთი დაბომბვა, ისრაელი ბომბავდა სირიას, ვირტუალ ობიექტებს უბომბავდა, რა დროსაც დაბომბვის წინ მათ შეაღწიეს და გათიშეს სირიის საერთაშორისო სისტემა და შემდეგ უკვე ღია და უსაფრთხოებიდან განახორციელეს საჰაერო შეტევა. ფაქტობრივად სერიოზული კიბერი არ არის, ანუ იარაღია ფაქტობრივად ჩვეულებრივი კიბერშეტევა, ჩვეულებრივი კი ბატონო, სამხედროები გამოიყენებენ კიბერსივრცეს კიბეროპერაციების საწარმოებლად და არის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი, ანუ და ნაკლები დანახარჯებით შენ დისტანციურად შეგიძლია შეაღწიო მოწინააღმდეგის კომპიუტერულ სისტემებში, მოიპარო ინფორმაცია, მათ გეგმების შესახებ, სტრატეგიული ინფორმაცია, არ გჭირდება შპიონის გაგზავნა, ჩანერგვა და ასე შემდეგ ინფორმაციის სახიფათო გზებით გამოტანა და შესაძლებელია რომ კვალი ნაკლებად დატოვო, ასე ვთქვათ. თქვენ შეერთებული შტატები ახსენეთ, იქ მეხუთე დომინანტ არის ეს განსაზღვრული ფაქტი, მაგრამ როგორც ვიცი, ასე ნატოს წევრ-ქვეყნებში, ანუ ნატომაც აღიარა მეხუთე სამხედრო მოქმედების მეხუთე დომინანტ კიბერუსაფრთხოების თემებიც კი. თქონდეთ თემას ტაქსთან დაკავშირებით, იქ მაინც პატარა ჩაუღმოთ, მაინც საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან ისეთ გახმაურებული кейსია და ალბათ საინტერესო იქნება რადიომსმენელებისათვის, თქვათ, როგორ მოხდა, რა მოხდა, თქვათ, თუ არ ვთქვი, ამ შეერთებული შტატები და ისრაელი იყო ჩარეული და განხორციელდა ირანის ვირტუალური პროგრამის წინააღმდეგ. ეს ვირუსული შეტევა, ვირუსი შეიმუშავეს. კი ბატონო, ეს იყო მავნე კოდი, რომლის
შეტანაც ხოლმე ამ შემთხვევაში მოხდა ფიზიკურად. ეს არ არის გახმაურებული და დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციას დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქსელის მეშვეობით დისტანციურად შეტანილი იმავე კოდი არ ყოფილა და მოხდა ფიზიკურად შეტანა. ამიტომაც კიბერუსაფრთხოების დომეინებს რომ გადავხედოთ, კიბერუსაფრთხოება უკავშირდება ასევე ფიზიკურ უსაფრთხოებას, ანუ მის ინტერესებში და დაცვის სფეროში შედის ფიზიკური უსაფრთხოებაც, და შემდეგ უკვე ანუ სადაც დგას ინფრასტრუქტურა, ეს ინფრასტრუქტურა ფიზიკურადაც დაცული უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვნახავთ ალბათ, რომ კომპანიებში აქტუალურია ელექტრონული ნივთების შეტანა და ამ შემდეგ. სახელმწიფოები ვახსენეთ ჩვენ და ანუ სახელმწიფოებში შეგინდა ალბათ სპეციალური სამსახურები არიან, რომლებიც ამ მიმართულებით რაღაცა თქვა მუშაობენ და ამ მიმართულებით ახორციელებენ გარკვეულ შეტევებს და ასე შემდეგ. კი ბატონო. ახლა ბოლო მაგალითად 2019 წლის 28 ოქტომბრის თემა რო გავიხსენოთ, იქ ფაქტობრივად გამომიშყავდა თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ასე თქვა ქმედება არაკანონიზმის ქმედება თქვა საქართველოს კიბერსიტუაციის წინააღმდეგ, ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. კი ბატონო. სახელმწიფოებს როგორც სპეცსამსახურებში ყავთ სპეციალური ჯგუფები და მიმართულებები, ეს მაგალითად რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ავიღოთ, რომ გენერალურ შტაბში ყავთ სპეციალური მიმართულება, ასევე საგარეო დაზვერვაში სამსახურში და ასე შემდეგ. თუმცა არა მხოლოდ სპეცსამსახურებს იყენებენ შეტევების საწარმოებლად, არამედ დაქირავებულ კომპანიებს ან ჯგუფებს. ასეთ შემთხვევაში უფრო რთულია კვალზე გასვლა და სახელმწიფოს დადანაშაულება, რადგან ცოტა რთულია და სახელმწიფოსთვის ძალიან არასასურველია მსგავს დანაშაულში ჩართულობა. და ამიტომ კვალის დასაფარად ხშირად იყენებენ გარე ჰაკერების და აფინანსებენ მათ. ის ბევრი მაგალითიც ვნახეთ მაგალითად უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში. საკმაოდ ბევრი მაგალითია უკრაინასთან მიმართებაში. კი ბატონო, უკრაინის მაგალითზე კიბერომის მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ კიბერტერორიზმის რეკლამის შემდეგ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ გავუცელოთ უკრაინის თემასაც შევეხებით აუცილებლად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ფასიანი და უფასო ჯოკერი მხოლოდ ლიდერბეტზე. ჩაერთე ყველასთვის საყვარელ თამაშებში ჯოკერი, იაპონური ჯოკერი, სპინ ჯოკერი და მიიღებ Sony-ს 1000 მაგი ოდენობის მოგების შესაძლებლობა. დარჩი სახლში და გაერთე ლიდერბეტზე. ავტოგრაფი ვერაზე. სახლი საკუთარი ხელწერი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბაზის ბანკი წარმოგიდგენთ პროექტ ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. ყოველ ხუთშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. ლევან ქისტაურთან ერთად. კითხვები, რომელიც არსებობს და პასუხები, რომელიც ქმნის თქვენს ცხოვრებას. ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. FM 95.5. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ისევ ეთერში ვართ, დავბრუნდით, შეგახსენებთ, რომ ჩვენი თემა არის დღეს არსებული კიბერსაფრთხეები. მათ წინააღმდეგ ასე ვთქვათ, რა მოქმედება შეიძლება ჩავატაროთ, ასევე და მათი წარმოშობის ასე ვთქვათ წყაროები. საკმაოდ საინტერესო სტუმარი ყავს ბატონი ნიკა ვაჭრიძე, რომელიც წარმოადგენს BDO საქართველოს არის მთავარი სპეციალისტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე არის საქართველოს ინფორმაციული საფრთხეების ასოციაციის თანადამფუძნებელიც. ჩვენ შევჩედით უკრაინის თემაზე, ვილაპარაკეთ ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემებზე, ვილაპარაკეთ თქვათ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულად თქვათ საფრთხეებზე, ვილაპარაკეთ კომპანიებს შორის, ვილაპარაკეთ ასევე კომპანიებს შორის ასე თქვათ კიბერომის თვალყურები კომპანიებს შორის თქვათ კონკურენციის კომერციული ინტერესთან დაკავშირებით, კიბერჯავშობასთან დაკავშირებით, და ვილაპარაკეთ ასევე სახელმწიფოსთან მიმართებაში.
თქვენ დაიწყეთ ლაპარაკი უკრაინასთან მიმართებაში, საკმაოდ, იმიტომ რომ როგორც საკმაოდ ისეთი აქტიური და გახმაურებული кейსები იყო უკრაინასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი კიბერშეტევებიც იყო. იგივე თქვა 2015 დეკემბერით დავიწყოთ მე მგონი, ხო? Black Energy-ის თემით. უკრაინა არის ჩვენი მაგალითი, რომ წარმოვადგინოთ კიბერომის ელემენტები, აქტივიზმის ელემენტები და ასევე კიბერტერორიზმის ელემენტები, რადგან უკრაინის მიმართ განხორციელდა მრავალი ტიპის შეტევა, რომელიც უდგება ამ კლასიფიკაციებს კარგად. მოგეხსენებათ, უკრაინის ამბებში აქტიურად ხდებოდა კიბერშეტევები. ერთ-ერთი მათგანი იყო ეგრეთ წოდებული Black Energy, როდესაც კიბერშეტევის გამოყენებით გამოიყენეს წყობრიდან ელექტრომომარაგების სისტემა. ასევე მათ წინააღმდეგ კონკრეტულად სამხედრო ძალების წინააღმდეგ იყო შეტევები, როდესაც ასე ვთქვათ, შეაღწიეს სამხედრო ქსელში და ქსელური აპარატურის დაზიანება მოახერხეს და მათი ქსელური აპარატურა, ასე ვთქვათ, ავტომატურად რესტარტდებოდა მუდმივად, ანუ რაღაც გარკვეულ ლუპში ჩაება და რაღაც პერიოდით გამოუხსადეგარი იყო ქსელი. ასევე Black Energy-ს დროს როგორც მოსულს დეკემბერში მოხდა და საკმაოდ დაახლოებით 300,000 რაღაცა ანუ მომხმარებელი და საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებლები დარჩენ ელექტროენერგიის გარეშე, ასევე ცალკეული შეტევებიც მიმდინარეობდა, როდესაც ეგრეთ წოდებული grid system-ის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია ელექტროენერგიის გადანაწილებაზე და გამომუშავებაზე, ცალკეული ელემენტების წყობრიდან გამოყვანაზე იყო მიმართული. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ მსმენელმა რომ კარგად გაიგოს, მავნე კოდის საშუალებით, როდესაც დისტანციურ ცდომას იპოვებს ჰაკერი, გენერატორზე, ასე ვთქვათ, შეიყვანეს ინექციის სახით მავნე კოდი, რომელმაც მისი საბაზო ფუნქციონალი შეცვალა და გენერატორის ერთ-ერთ მაგალითად მოყავს გენერატორის ძრავის, ასე ვთქვათ, ბრუნების რაოდენობა ის კრიტიკულამდე მიიყვანა, რომ უბრალოდ გენერატორი აფეთქდა. და ასე გამოიყვანეს წყობრიდან, არსებობს მრავალი გზა. ასევე ვისაუბრებ სხვა ტიპის შეტევებზე, მაგალითისთვის აქტიურად ხედავდით, რომ ხდებოდა მაღალჩინოსნების, უკრაინელი მაღალჩინოსნების საუბრების გადაჭერა, სატელეფონო საუბრების გადაჭერა და შემდეგ უკვე მათი გასაჯაროვება. ოკუპაციის შემდეგ უკვე ხედავდით ეს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ყირიმის ანექსიის შემდეგ უკვე ხედავდით ყირიმის ტერიტორიაზე შეტევებს და მრავალი ტიპის შეტევა ნახეთ, მაგალითად აქტივისტები ცდილობდნენ, რომ თავისი პოლიტიკური აზრები მიეტანათ სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებისთვის, გაიხსენებინათ მათთვის ძალიან მტკივნეული თემები, წამოეწიათ ეს თემები და რაღაც გარკვეული მუხტი შეექმნათ ამ ადამიანებში პოლიტიკურ სოციალური. ანუ აქტივიზმი არ უკავშირდება რაიმე ზიანის მიტანას, ეს არის ადამიანის ცნობიერებაზე დარტყმა, ასე ვთქვათ. ხოლო კიბერ ტერორისტები ცდილობდნენ კონკრეტული სტრატეგიული ობიექტების გამოყვანას. თუმცა საბოლოო ჯამში ეს იყო ყველაფერი კარგად კოორდინირებული კიბერომი, რომლის კვალიც გარკვეულ შეტევებში მიდის კერძო დაჯგუფებებთან, ასე ვთქვათ, არასახელმწიფოსთან, ზოგ შემთხვევაში გავდივართ სახელმწიფოს კვალზე, ამ შემთხვევაში ჩვენი ჭრილოელი მეზობლის და ზოგ შემთხვევაში უკვე ცალკეულად აღებულ ჰაკერებზე, რომელსაც იყენებდნენ სხვა აქტივობებში. Რაღაცა უკრაინის თემა შევეხეთ, ახლა ვახსენებ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ფაქტურად ყირიმშივე ჩამოაყალიბეს საკმაოდ ძლიერი დანაყოფი რუსეთმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და რომლებიც თქვა კიბერშტებს იქიდან აკეთებდნენ. კი ბატონო, ანუ ანექსიის შემდეგ ჩვენ ხედავდით ზუსტად უკრაინელი პატრიოტებისა და ყირიმელი, ასე ვთქვათ, ოკუპანტების ბრძოლას ინტერნეტ სივრცეში და მრავალი ვიდეო დევს YouTube-ზე და შეუძლია მსმენელს ნახოს, როგორ ტეხავს ერთი მხარის ინფრასტრუქტურას, მეორე მხარის ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. ამ დროს ფაქტურად უკვე 2015 წლის შემდეგ
თუმცა 2017-ში იყო WannaCry იყო თვალში პეტი რომელიღაცა იყო 17-ის დასაწყისი იყო უკრაინაში ფაქტურად სატრანსპორტო საშუალებების და სატრანსპორტო სექტორზე მოხდა საკმაოდ დიდი კიბერშეტევა იყო განხორციელდა ფაქტურად გაითიშა მათი თქვათ ბორისპოლოს აეროპორტიც ძალიან პარალიზებული იყო რაღაც დონეზე მეტრო იყო გათიშული ან ფაქტურად ესეთი სამრეწველო ობიექტებზე მიდიოდა სწორედ ეს კიბერშეტევითი რაღაც ოპერაციები ღონისძიებები რაც არის ეს უკრაინაში WannaCry დაყრდნობილი იყო და მიმართული ისეთი მოსყიდობის წინააღმდეგ, რომლის გავრცელებასაც რომელიც ვრცელდებოდა უკვე ავტომატურად, ამიტომაც ვნახეთ და მოყვა ძალიან დიდი დანაკარგები. WannaCry ალბათ ვნახეთ აეროპორტებში, სატრანსპორტო სისტემაში, ბანკომატებზე და სხვა მრავალმოწყობილობაზე და პრინციპში პეტიას შემდეგ დაიწყო WannaCry-ს როაუხსოთ ადირატიოშენეთი აქტიურად გამოყენება. ეს არის ვირუსის სახეობა, რომელიც აღწევს კომპიუტერში, შიფრავს ჩვენს მხარ დისკს, სადაც ჩვენი ინფორმაცია შენახული და შემდეგ უკვე ითხოვს გამოსასყიდს და დღემდე აქტიურად ხდება გამოყენება მსგავსი ტიპის ვირუსების და იგივე რომელიღაც იყო საქართველოს ასევე თუ არის მაერსკის ფოთის წარმომადგენლობაზეც იყო ეს კიბერშეტევა. კი ბატონო, და ძალიან ბევრი ფაქტია საქართველოში იგივე ეგრეთ წოდებული შიფრატორის გავრცელების კერძო ორგანიზაციებშიც და სახელმწიფო ორგანიზაციებშიც, თუმცა დიდი გამოხმაურება არ მოყოლია და დიდ მასშტაბებზე არ გასულა. თუმცა ვიცი ორგანიზაციები, რომლებსაც წელიწადში რამოდენიმეჯერ ემართებათ ასეთი ინციდენტი მოსდით და ეს რისიბრალია რომ ხშირად ანუ ერთხელ რომ დაგემართება მეოჯერ თქვა უნდა გაითვალისწინოს რაღაცა შედეგები და რაღაცა აწყო. იგივე თქვა ეხლა ძალიან ბევრი იყო რამდენიმე წელი იყო ამას დაწყებული ლაპარაკი რომ თქვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების რაღაცა ნაწილი იმეილრუების თემას იყენებს აქტიურად რაც ფაქტურად უკვე რაღაც საფრთხის შემცველი არის. მოკლედ ვისაუბრებთ საქართველოს გამოწვევებზე და გამოწვევებზე და პრობლემებზე. პირველი პრობლემა ეს არის awareness-ი, ცნობიერება და ინტერესის სფეროს მიმართ, ანუ კერძო ბიზნესი სამწუხარო ჯერჯერობით არ ხარჯავს სახსებს ამ მიმართულებით და სახელმწიფოს კუთხით გვაკლია კანონმდებლობა ძალიან, რომელიც გაუმაგრებდა სხვადასხვა აქტივობებს ზურგს. რატომ გვემართება ასე ხშირად? ბევრი ბიზნეს წარმომადგენლისთვის ეს დანაკარგი არ აღიქმება სერიოზულად და არ უდგებიან საკითხს სერიოზულად სამწუხაროდ, თუმცა შეიძლება ამის პრევენცია. კიბერსუსაფრთხოება არის ძალიან კომპლექსური და ჭირდება კომპლექსური მიდგომა და დაცვის მექანიზმები. დაწყებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებით, სტანდარტების დანერგვით, შემდგომ უკვე შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, სწორი ადმინისტრირება და მათი კონფიგურაცია, რაც უნდა იყოს კომპანიაში დანერგილი, ანუ მრავალ ლეიერიან დაცვად, რაოდენიან დაცვად, მრავალფენოვანი, ასე ვთქვათ, ფენიან დაცვას უნდა წარმოადგენდეს. თუმცა არსებობს გაიდლაინების სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის დანერგვა, თუმცა ეს ყველაფერი არის სახსრებთან დაკავშირებული და ასე ვთქვათ, ტოპ 20 კონტროლის მექანიზმიდან საშუალოდ წარმატებული კომპანია საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ 5-6 კონდეს დანერგილი და რამდენად კარგად იყენებენ ამ ინსტრუმენტებს შეტევების წინააღმდეგ, ეს მეორე საკითხია, რადგან ხშირ შემთხვევაში ხედავთ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კადრების ნაკლებობას, დეფიციტს, ან მაგალითად სახელმწიფო სექტორზე თუ ვიტყვით არასათანადო ანაზღაურებას, რის გამოც უკვე კადრები მიდიან კერძო სექტორისკენ. და ყოველ ბევრი პრობლემა არის და ანუ ესე პატარა რო შევაჯამოთ თქვა საქართველოსთან დაკავშირებით სამართლებრივი ბაზა, შესაბამისი სამართლებრივი ბაზა არსებობს, სპეციალისტების თქვა ნაკლებობის თემა ფაქტობრივად რომელიც არ არის და ანაზღაურების თემა, რაც ასევე ასეთებად აქტიური არის. თუმცა იყო დრო, როდესაც საქართველოს იყო ძალიან წარმატებული გასულ ალბათ გენერაციაში გამოყენებული გლობალური ინდექსი, მაშინაკი ეროვნული დონის გამოყენებული ინდექსი, რაც საქართველოს საკმაოდ კარგი თქვა შედეგები აჩვენდა. თუმცა დღესდღეობით რაღაც სტაგნაციის პერიოდში ვართ ასე თქვა. იმპულსი დაიკარგა განვითარების სფეროს განვითარების, იყო პერიოდი, როდესაც ინფორმაციულ ტექნოლოგიების წარმომადგენლებისთვის 20%-იანი სახელმწიფო ნამატი
განხორციელდა სახელმწიფოს სექტორში, თუმცა საკანონმდებლო ბაზა ბევრ რამეში გზღუდავს და გვაყენებს საფრთხის წინაშე, მაგალითად ბოლო ფაქტებიდან შეგვიძლია იგივე კავკასიის ონლაინის თემა ავიღოთ, რომლის წილიც გასხვისდა და არ ვიცით ვის მფლობელობაშია. იგივე, მან შეբერო ცოტა რაღაც უკვე ბოლოსკენ მივდივარ და არ შემიძლია რომ შეგეკითხოთ ერთი-ორი სტრუქტურა გითხრათ, თქვა ან ვიდეო საქართველოში ვიცი რომ ახალი ჩამოყალიბებული კიბერუსაფრთხოების მიმართულება ზოგადად და თქვა ამაზე ერთი-ორი სტრუქტურა თქვა ვიდეოსთან დაკავშირებით. კი ბატონო, ვიდეო საქართველოში აუდიტორული კომპანია არის და რაღაც აუდიტებს ატარებს როგორც შანსზე რაღაც კონსულტაციები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ვიდეო საქართველოს 2019 წელს წარმატებით გაიარა ISO 27000 სერიის სერტიფიცირება და დაინერგა სტანდარტი ჩვენთან. ასევე ჩვენ გვაქვს დეპარტამენტი კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული უსაფრთხოების, რომელიც ყიდის სერვისს, ასე ვთქვათ, და სთავაზობს კომპანიებს თუ საჯარო სექტორს ინფორმაციული უსაფრთხოების მომსახურებას, რომელიც შეიცავს IT audits, ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, პოლიტიკის შემუშავება დანერგვას, მათზე მორგებას, ცნობიერების ავალების კურსებს და სავარჯიშოებს შესაბამის და სხვა კიბერუსაფრთხოების სერვისებს, რომელიც წარადგება ნამდვილად ბევრ კომპანიას. ძალიან კაი. დიდი მადლობა, მოგზაურობისათვის, საინტერესო საუბრისათვის. ჩვენ რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნიკა ვაჭრიძე, ვიდეო საქართველოს კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი, ასევე საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის წარმომადგენელი და აქვე დავაანონსებ უკვე ჩვენი შემდეგი შეხვედრის, ასე ვთქვათ, თემას. ეს არის საკმაოდ საინტერესო თემა, ასევე საინტერესო თემა არის საინტერესო სტუმარი გვეყოლება მიმართულებით. ეს არის კიბერუსაფრთხოება როგორც პროფესია. რატომ უნდა ერჩიოს, ვთქვათ, ახალგაზრდა კიბერუსაფრთხოების მიმართულება, რატომ უნდა ერჩიოს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება. დიდი მადლობა ჩვენ რადიო მსმენელებს ყურადღებისათვის და დიდი მადლობა ნიკა ისევ ორგანიზებისათვის. მადლობა წარმატებები. მადლობა. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cyber Talks.